გამარჯობა, დღეს 28 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1986 წლის 28 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ლედი გაგა. მას კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს 13 გრემის ჯილდო, ორჯერ ოქროს გლობუსი, ასევე ოსკარის და ემის ჯილდოები. 1868 წლის 28 მარტს დაიბადა რუსი მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი მაქსიმ გორკი. ის არის ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალიზმისა და საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი. 1975 წლის 28 მარტს დაიბადა ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი ივან ელგერა. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის რომა, ესპანიოლი, მადრიდის რეალი და ვალენსია. 1928 წლის 28 მარტს დაიბადა პოლონელ ამერიკელი დიპლომატი, პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი. დიდი ხნის განმავლობაში ის იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი. 1985 წლის 28 მარტს დაიბადა შვეიცარიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი სტანისლავ ვავრინკა. მას მოგებული აქვს 3 დიდი სლემის ტურნირი. სამივე შემთხვევაში მისი მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. 2004 წლის 28 მარტს დაიბადა რუსი ფიგურული მოციგურავე ანა შჩერბაკოვა. მან 2022 წელს მოიპოვა ოქროს მედალი პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 1985 წლის 28 მარტს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი სტივ მანდანდა. 2018 წელს ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. 1991 წლის 28 მარტს დაიბადა ავსტრიელი ჩოგბურთელი ლიზა მარია მოზერი. 1992 წლის 28 მარტს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი სერხი გომესი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის ბარსელონა, სელტა და სევილია. ამჟამად ის ესპანიოლის ღირსებას იცავს. 1920 წლის 28 მარტს დაიბადა ქართველი პოეტი და დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი. ის არის გიორგი მე-12-ის შვილის, ბაგრატის შთამომავალი. მისი შვილია რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.